სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. ჩვენთან არ ზღმით. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, ლოცვის ზალა და მადლი გვარავდეთ და შეგწეოდეთ. დღეს როგორც მოგესალმებათ, არის ყველიერის კვირა, შენდობის კვირა, ადამის სამოთხიდან განდევნის გახსენების დღე. ასევე დღეს არის ჩვენი ღირსი მამის გაბრიელ ბერის აღმოყვანების დღე. მისი დღეა სწავლისა. შეგწეოდეთ და დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა. სანამ სახარებაზე ვიტყოდე, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ შენდობის დღეა და მინდა შენდობა გთხოვოთ ყველას. შენდობა მოგცეთ, მოეწათ. შეუძლებელია ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ისე გქონდეს ურთიერთობა, რომ ყველაფერი მოგწოდეთ ჩემი. ეს არის გამორიცხული. ვიცი ეს და თქვენც იცით. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როცა რამე არ მოგწონთ ჩემი. მე ვარ მართალი, არასწორად გებულობ თუ სწორად გებულობ. მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ თავარის კი არ არის ჩემთვის, რომ მე ვარ მართალი თუ არა. თავარისაა, რომ თითოეულ თქვენთაგანს ჩემს მიმართ არ გქონდეს რამე უარყოფითი განწყობა. რაი მაგალითად ჩვენი მამაო რაღაც ცუდად ამბობს, ცუდად იქცევა და ასე შემდეგ. ამიტომ გთხოვთ შენდობას. არ აქვს მნიშვნელობა. მეხლება თუ არ მეხლება. შეიძლება თქვენ გებულობთ არასწორად და თქვენ ცდებით. შეიძლება მართალი ხართ. ორივე ვარიანტი ხო შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შემთხვევაში გთხოვთ შენდობას. თავარია თქვენში არ დარჩეთ ჩემს მიმართ რამე სახის თქვათ უარყოფით დამოკიდებულება. რო გითხრათ რომ არ ვცდილობ რაღაც ხარვეზები, რომელიც ჩემს სულიერ მდგომარეობის გამო, სულიერი ახლა გიჟი კი არა ვარ, მაგრამ ცოდვათა მიმართებაში, რომ არ ვცდილობ, არ არის სიმართლე, ვცდილობ რაღაცები შევცვალო, მაგრამ რო გითხრათ რომ რაც წლები გადის, უფრო და უფრო კარგად გამომდის და ტყუილი ეტყობა ახალგაზრდობასა და წლებს მნიშვნელობა აქვს. მოკლედ რო ვთქვათ რა, აი, როგორც ერთი ოჯახი, რაცა ვარ, ესა ვარ. აი, ეგ არის და ეგ. ვცდილობ, ზიმეცოდვა არ ჩავედინო, პატარები მაქვს და იმის იმედი მაქვს, რომ ჩემი მრევლი ამის შენდობას მომცემსა და არ განმიკითხავს, ყოველ შემთხვევაში არ დამიპირისპირდება და დანარჩენი უკვე ერთმანეთის სიყვარულთან და ერთმანეთის შეხიდებით ავალთ ჩვენს გოლგოთაზე. ისევე როგორც მაღალმა ღმერთმა რატო დაუშვა ქრისტემ, რომ ჯვარი რო ვერ აიტანა გოლგოთაზე. დედამიწას აწევდა კაცო ერთი ნება უნდოდა. იქ არ ეუნება წინა საღამოს, ხუთშაბათ საღამოს, როცა შეიპყრეს. პეტრე როცა ხმალი ეშიშვრა და აქვია ყური მოათალა მალქოს ჯარისკაცს. მე რომ მინდოდესო, ნახე, რას ამბობს. ხო ამბობს, მე რომ მინდოდესო, ყველაფერი ნება საჭირო მისი. ხოლო ნება იყო საჭირო და როცა ჯვარი მიქონდა გოლგოთაზე, ნება რო გამოეხატა, მას ეს ჯვარი აფრინდებოდა თავისით გოლგოთაზე. მაგრამ არა, მოგცა ამის მაგალითი, რომ არ შეგვიძლია ცალკე ჩვენ დამოუკიდებლად ჯვარი ავიტანოთ ჩვენ გოლგოთაზე. ამის რისი თქვა მინდა, მე არ შემიძლია თქვენს გარეშე ჩემი ჯვარის ატანა. და სწორედ ამ შეხიდებაში მაქვს თქვენი იმედი, რომ თქვენ როგორც ჩემი აი ამ ეკლესიის ერთი ოჯახის წევრები დამეხმარებით ჩემი ჯვრის ატანაში და მე ჩემი ხრით ვეცდები რომ თქვენი ჯვრის ატანაში დაგეხმაროთ, ჩემი წილი მონაწილეობა მივიღო. დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა და მადლობა შენდობის მოსმენისთვის. დაგლოცოთ ღმერთმა. და სახარებას წავიკითხეთ, აი მინდა აი სახარებაზე შევჩერდე. შეიძლება ის ითქვას, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული კი არა, განსაკუთრებულთა შორის განსაკუთრებული სიტყვები არის. რომ თუ შენ გინდა რომ ღმერთმა გაპატიო შენი ცოდვები, შენ საპატიო სხვას მისი ცოდვები, რომელიც შენ წინაშე ჩაიდი. ეცადი აპატიო. თუ შენ ვერ პატიობ მას, მაშინ არც ღმერთი პატიობს შენ. რა მარტივი არის თან. რა მარტივი ყოფილა ცხონება. მაგრამ ამას ერთად არის ძალიან რთული. და როგორ გითხრათ, არ რთულიც არის და მარტივით. თუ რთული არის იმ შემთხვევაში, თუ კი მარტო ჩემი შესაძლებლობებით, ჩემი ნებით, ჩემი ძალით შევეცდები ამის კეთებას.
არის შეუძლებელიც კი. მაგრამ თუ ამას შევესწრე მე ღმერთზე მინდობით, აი ღმერთის მინდობა რას ნიშნავს? ისე კი არა, რაც მინდა ავაკეთებ და ღმერთი მაპატი, ასე კი არა ძვირფასებო. არამედ ცდილობ კეთებას არ გამომდის და რაც არ გამომდის ღმერთი მაპატიებს. თუ არაფერს ვცდილობ კეთებას, იქ ღმერთის პატიება კი არა, საჯელის ღირსი ვართ ამ შემთხვევაში. როცა ვცდილობთ რაღაცის კეთებას. ჩვენ ვაკეთებთ დიდი 5% რაღაც სიკეთებ, აი ესეც ბევრია. დანარჩენს ღმერთი პატიოს, მე იქით უკვე გვეხმარება, რომ გამოგვივიდეს რაღაც. და როდესაც ჩვენ ასე ვიქცევით, ასე ვცხოვრობთ, ადვილია ცხოვრება, გამართლება უფლის წინაშე. რა ადვილია და რა რთული. როდესაც ღმერთზე მინდობილი ხარ, მარტივდება. როდესაც არ ახარ ღმერთზე მინდობილი და ხოლო შენი თავისი მედად ხარ, არის შეუძლებელი. კიდე აი მეორე ნაწილი, რომელსაც ზანებს უფალი. ნუ აგროვებთო სიმდიდრესო, რომელიც სიმდიდრესაცო ღილი დაღნისო, არავი მივადა მოგპარავსო. ამ სიმდიდრეს ნუ აგროვებთო. არამედ თქვენი სიმდიდრე დააგროვეთო ცათასასუფეველშიო. რა არის ცათასასუფეველში სიმდიდრის დაგროვება და რას ნიშნავს, რომ ღილი შეჭამს და ან არავე მოგპარავს. როდესაც აი ძალიან მარტივად რომ აი კლასიფიკაცია მოახდინოთ სიმდიდრის. სიმდიდრე რომელიც მიწიერია, მას ან ღილი ჭამს, ან შეიძლება არავა მოგპაროს. მიწიერი. მაგრამ ზეციურ სიმდიდრეს ვერავინ არ მოგპაროს. შეუძლებელი. რა არის ეს ზეციური სიმდიდრე? დაემსგავსეთ მამა ზეციერს, როგორც იყავით სრული, როგორც მამა ზეციერი სრულ არს, ხო წერია? აი ესეთი უნდა ვიყოთ. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რა? უპირველეს ყოვლისა ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და ყოველივე ესე შეგეძინოთ თქვენ. ანუ არ ეძებოთ. არც მე და არც თქვენ არ ეძებოთ ამ სოფლიური მთავარი ისეთი სიმდიდრეები, რომელსაც ცაში ვერ წავიღებთ. ალექსანდრე მაკედონელი რომ მოკვდა, ერთ-ერთი თხოვნა იყო რომ ხელი გარეთ კუბოს გარეთ გადმომიგდეთო. რატო? და რო არაფერი მიმაქო დაინახოს ხალხმა. იცით ალბათ ხო ეს ამბავი. არაფერი არ მიგვაქვს, რა მიგვაქვს იქით? რაც მოვიტანეთ. რა მოვიტანეთ? ერთი მათ საქმე აფსკში ვიყავით გახვეული. ყველა ჩვენ. აი ეს მოვიტანეთ. რამე მოვიტანეთ, რომ ტირილი მოვიტანეთ, ტირილი. და მოვიტანეთ პირველად გავაკეთეთ ტირილი დავიწყოთ და გაეხარდათ რომ იტირავ. თან ეს გაეხარდა. რაც მოვიტანეთ ის მიგვაქვს. ამიტომ რამეს გროვება ამით იმას კი არ ვამბობ, რომ არ ჭამოთ, აღარც სახლი გქონდეს, აღარც კარი გქონდეს. ამაზე კი არ ლაპარაკი. თავარი რა უპირველეს ყოვლისა ამ ფრაზას დაგვირება უნდა, როგორც წერია, უპირველეს ყოვლისა ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და სიმართლესა მისთვის და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ. აი ეს არის, როცა ლაპარაკი არის ცხოვრებაზე. უპირველეს ყოვლისა ცათასასუფეველსა უნდა იყოს ჩვენი გული მიმართული და ჩვენი სიმდიდრე სწორედ იქ უნდა იყოს. მას უნდა ვაგროვებდეთ ჩვენ. მერთმა გაგაზიარო, დაგლოცოთ და გაგამტკიცოთ და კიდევ ერთხელ აი ადამის 64-დან გამდევნის დღეა და მათ ამასაც სულ 1-2 სიტყვით შევეხები. რატო დაკარგა ადამ და ევამ 64? აი რატო დაკარგა? რო შეეშალათ რამე? სინანული არ ქონდათ. სინანული რო ქონოდათ მათ, ერთი შენდობას მიცემდა. რატო მოვიდა? რატო იუდა თავი რო და ჩამოიქჩო? იმედი აღარ ქონდა, სასწოება დაკარგა ღმერთზე და სინანული არ ქონდა. შეინანაო წერია სახარებაში. მაგრამ შეინანა მიხვდა შეცდომას, მაგრამ ღმერთზე სასწოება არ ქონდა. იუდას ფაქტორი კიდე სხვა გასაშლელია. ადამა და ევამ რატო ერთმანეთს დააბრალეს. ნახეთ ამას იმეორებს ადამიანი, ადამ და ევა და მოყოლებული დაუსრულებლად. ჯერ კიდე ის დეტალი ადამ სადახარ. ვერთ არ იცის სად არის ადამი? რა შეიძლება არ იცოდეს სად იყო? დამალული რო იყო იმალებოდა. და პატარა ბავშვი ზუსტად ასე არ იქცევა, მეთა ყველა ოჯახში პატარა ბავშვი ამრავლებს, თქვენ ოჯახებში და ყველა ქართველის ოჯახში პირველ რიგში.
როდესაც უძახი სადახარ, სახელს უძახ სადახარ და გაყუჩულია და არ გემალება. ესე იგი დააშავა რაღაცა, ხო ხვდებით არა, ეგრევე თვითონაც იცის რომ დააშავა, ვიდო იმალება. ეს ხო ძალიან მარტივი ჭეშმარიტება არის. ადამ და ევას ცოდვის გამეორება არის. გონია რომ იმალება. გონია რომ იმას თუ ამოეფარა მეხს სკოლაში, ფარდას სახლში, ლოგინის ქვეშ თუ შეძურა, საბანი თუ გადაიფარა, გონია რომ დაიმალა. და სხვა ადგილები იცით, ბავშვები დამალებს კიდე. გონია რომ დაიმალა. როგორც ადამიანსა და რომელ მასწავლებელს თუ სკოლა და ბაღი არის, ან სახლში რომელ მშობელს ემალება ბავშვი. შეიძლება დაგემალოს? წარმოუდგენელია, ეგრევე ხვდები რომ დააშავ რაღაც. ზუსტად იგია, ამას ვიმეორებ სულ. როცა რამე შეგვეშლება, კი არ უნდა დავიმალოთ. უნდა გამოვიდეთ მამასთან, მივიდეთ და შეგვეშალა მამა, როგორც უძღების შვილის იგავში არის. აი ამის გაკეთება გვიჭირს ძვირფასებ, ეს უნდა გავაკეთოთ. ნახე რასაკეთებს კიდე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ვიცოდეთ, ხვალ მარხვა იწყება. ეკითხება, რატო შეცოდეთ, ხო? არის ის რა არის მიზეზი? განა უფალს უნდა იმის განმარტება, რატო გააკეთეს? უფალზე უკეთესად ვინ გახსნის, ვინ განმარტავს, ვინ გაშიფრავს? რისთვის ჭირდება კითხვების დასმა? თვითონ თუნდა თქვას, თვითონ მისგან უნდა მოდიოდეს. შემინდე, მაპატიე, მიხსენ, დამიფარე. მისგან უნდა მოდიოდეს, მითოსვამს კითხვას. მიახვედრებს, ცდილობს რომ დაეხმაროს. დედაკაც ეკითხება, ჯერ ევა არ ერქვა სხვათა შორის. მათ ევა დაერქვა გამოდევნის მერე. იქ სახარება შეიძლება ბიბლიას თუ ყავთ იქცეულ ყურადღებას, რასაც მნიშვნელოვანია ძალიან ეს დეტალი. რას ეუბნება ევა? შენ რო ეშმაკი გამიჩინე იმანას თუნა. ეშმაკს დააბრალა. ადამმა შენ რო ხალი გამიჩინე იმას თუნა და სხვათა შორის კაცები დღემდე ვიძახით. ხალი უარყოფილიყო 60 დღეში ვიქნებო იტვენს. აი დღემდე არის კაცებისგან ავისწავლოთ დაძახება ხალისადმი. ხო მეთახმებით ხო ხალბატონები და კაცები ზარ უარყოფთ ამას. ერთ ახლა ყველაზე კი არ ვამბობ ასე რა თქმა უნდა. ძირითადად არის ეს სცენი. რატო? პასუხისმგებლობა ვინ იყო უფროსი? ჰევაროსაც უნდაოდა უფროსი პასუხისმგებლობა არ არის? როდესაც რაღაცა ჯგუფში, ორგანიზაციაში რაღაცა ხდება, უფროსი არაფერში არ არის? ვინ იყო ეს უფროსი? ოჯახის უფროსი ვინ არის? ანუ თუ შენი პასუხისმგებლობა არ არის, ხელმძღვანელობაზე უარს ამბობ. არა და ოჯახის უფროსი თავი შენ ხარ, კაცი. შენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში, რა თქმა უნდა. და ადამა ევას დააბრალა. და ორივემ ერთად ირიბად, არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად ღმერთს დააბრალა ორივე. შენ რო გამიჩინო, შენ. ანუ შენ რო არ გაგეჩინაო, მე კარგად ვიყავი ყველაფერი. შენი ბრალია რო გააჩინე. ამას ვაკეთებთ დღემდე. და ეს იქნება მეორე წლამდე. რამე შეგვეშალა? ეშმაკმა მასტუნა, მამაო, ბიჭო ეს ეშმაკი რა არის, არა შენინება. მე გავაკეთე კი არა. მე შემეშალა, ეშმაკმა მასტუნა. ან მაგალითად შეიგინა კაცმა ქალბა დაიწყებოს, ბარ პირობითად ვამბობ, წყალბაზე გინებას. ნუ უკვე მარტივი ცოდვებია, ხო? მასიურია და იმიტომ თუ არ მარტივი არ არის. არ დამაყენა და ვაგინებდი აბა რას ვიზამი. ბიჭო, აი ხასიათს რო ხარ და ყველა კარგად გილაპარაკება, მაგ თუ იგინები ფსიქიატრიაში ხარ დასაყვანში და ალოცი. გითო გინა ხალბატონი მაშინ რო იწევლები, რო ყველა კარგად გილაპარაკება, შენ იწევლები. არა ხარ დალაგებული. მიზეზი რო გახ, მაშინ შეიკავო თავი, იმიტომ რომ ღვთის ქრისტიანი ქვია. მაშინ თუ არა, ყველაფერი კარგად თუ არის, მაშინ რა იგინები და იწევლები, ვერ ხარ კარგად, ხოს? ხო და ამან გამოიწვია 60-ის დაკარგვა. რა გვაბრუნებს 60-ში? ჩვენ რომ მაგრები ვართ? არა, ჩემო ძიფასი. 60-ში გვაბრუნებს ღვთისგან მოვლენილი უგზომო მოწყალებას მადლი. როდესაც თუ დაიჯერე შენ რომ მაგარი ხარ, შენი უნდა დააბრუნდეს 60-ში, ჩათვალე რომ უკვე იღუპებ. მაგრამ თუ შენ გონებაში, სულში, გულში შეუშვებ, რომ შენი გადარჩენის საშუალება არის ღვთისგან გადმოვლენილი მადლი მოწყალებისა.
მაშინ იყვები უკვე მათს. მაგრამ შენი ნებაც უნდა ემთხვეოდეს ამ მათს. შენი ნებაც უნდა ემთხვეოდეს. და დალოცვილი გამყოლოთ ერთმა, რომ მართალია ჩვენ დავკარგეთ 64. როცა ვამბობთ ადამიანამ დაკარგა 64. ეს მესამე პირი არა, პირველ პირში უნდა თქვა, ჩვენ დავკარგეთ 64 ჩვენი ცოდვების გამო. მაგრამ ღმერთმა ჩვენი სიმართლე სიყვარულის გამო თვითონ აიღო საკუთარ თავზე ჩვენი ცოდვები, წინაპართა ცოდვები, ჩვენი ცოდვები და ჯვარზე ჩვენთვის მოკვდა. და ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას, მივყვებით მის სიტყვას, რათა გვინდა დავბრუნდეთ იქ, სადაც ვისთვისაც გაგვაჩინა მაღალმა ღმერთმა. ყვალიდან მარხვა იწყება, აი ხშირად ვამბობ ხოლმე და კიდე ერთს გავემეორებ. ალბათ უკვე გაცვეთილი სიტყვებია თქვენთვის უკვე ჩემი სიტყვა. თუ აპირებ, ასე იგი, მარხვის დროს არე მიიღება ხორცი, ზისნაწარმი და კვერცხი და ამ მარხვაში თევზი. მაგრამ უმჯობესია ჭამოთ ქათმის ხორცი, ვიდრე მეზობლის ხორცი. ან ოჯახის წევრის ხორცი ჭამოთ. ერთმანეთს ჭამდეთ, ჯობია ქათამ ჭამდეთ, საქონელს ჭამდეთ, ღორის ხორცს ჭამდეთ. ვიდრე ჭამდეთ ერთმანეთს. ამიტომ გვახსოვდეს, რომ უპირველესი, რაზედაც უნდა ვიმარხულოთ, ესა პირიდან ამომავალი. მერე ჩამავალ. ჯერ ამომავალზე ვიმარხულ, მერე ჩამავალ. ყოველ სიტყვას გაუფრთხილდეთ. ყოველ სიტყვას. სიტყვა არ არის რაღაც ჭერადობა და მეტი არაფერი. სიტყვა არის ის, რასაც შეუძლია ისე მოკლას ადამიანი, რომ ვეღარ მოbrunდეს ამ ქვეყანაზე. შეიძლება ეს მოხდეს. დაგვიპაროს მე. ამიტომ ყოველ სიტყვას გაუფრთხილდეთ. ეს არის მარხვა. როდესაც ადამიანი ამას ცდილობს, უკვე ის არის იმისთვის არის მარხვა თორე. შენ თუ ხორცი არ ჭამე, დიდი ამბავი. მართლობისთვის ნებისმიერი დიეტა, რომ ნახო ძალიან ემთხვევა მარხვის ელემენტებს. და თუ კი შენ პარალელურად პირიდან ამომავალზე არ მარხულო, ნუ მაშინ დიეტაზე დამდგარ ხარ დალოცვილო და არა მარხვაზე. ესაა დიეტა, მაშინ და მეტი არაფერი. დიეტა კი ბატონო, ექიმთან დიეტის საწინააღმდეგო კი არ ვლაპარაკობ რამეს, კაცო, დიეტა საჭიროა ჯანმრთელები რო ვიყოთ, მაგრამ მარხვის ფუნქცია უპირველესი არის ამომავალზე მარხვა შევინახოთ ზვირფასებო. მერე რა თქმა უნდა ჩამავალზე. და თუ რომელიმე ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა აქვს, მოგეხსენებათ, რომ აქ ეკლესია სწავლება ასეთია, რომ ლოცვა-კურთხევა მოზღვილთან და მსუბუქდება. რა თქმა უნდა. თუ ვინმეს დამძიმება უნდა, თვითნებურათაც არ დაიმძიმოს. აი ესეც არის საეკლესიო სწავლება არის, ჩემი ის კი არ არის, ვთქვათ, აკვიეტება. საეკლესიო სწავლება თვითნებურად არ დაიმძიმოთ, იმიტომ რომ მარხვა არ არის შიმშილი. არ აგვერიოს ერთმანეთში. არც მარხვა არ არის დიეტა. მარხვა არის სულიერი ქმედება, სულიერი ცხოვრება. ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ, გაგახარო და გაგაძლიეროთ უფალი. ჩვენთან არც ღმერთი.